მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და მოდით გავეცნოთ ჩვენი კვირის არკანის ენერგიას. ნახოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში რომელი არკანის ენერგიებს ვიცხოვრებთ, რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში ზოგად საერთო ენერგოინფორმაციულ მდგომარეობაში, რა გველოდება ფინანსები, ჭარბთელობა, პირადი ურთიერთობები და გაფრთხილება, რა თქმა უნდა. ეს არის კვირის ენერგიის ახლებური პროგნოზი, სადაც ზოგადად ვეხებით კვირის ტენდენციებს. რა თქმა უნდა, ინფორმაცია აქტუალურია და აქტიურია ყველა იმ მსმენელისთვის, რომელიც შემოვა, ჩართავს თავის ტელეფონში, კომპიუტერში არ აქვს მნიშვნელობა ჩემს ვიდეოს. და მოусმეს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია მოვიდა თქვენამდე, მით უმეტეს, როდესაც ეს თანხwebdriver სისტემატიურია და ინტენსიურია. თავისთავად კვირის არკანის ენერგიაც პროგნოზულად იდეალურად მუშაობს, გაფრთხილების ვარიანტში, პოტენციალის, ვთქვათ, სწორად განაწილების ნაწილში და მოკლედ კვირის არკანის ენერგიას ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს, რაც შეგვიძლია გავითვალისწინოთ მთელი კვირის განმავლობაში და მივიღოთ პროდუქტიული და წარმატებული ერთი კვირა. მას შესადამე აბა ვნახოთ, როგორი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში წამყვანი ენერგია, ანუ რომელი არკანის ენერგიაში ვიქნებით ძირითადად. ფონური ენერგია როგორი იქნება? როგორი იქნება ჩვენი ფინანსები ამ ერთი კვირის განმავლობაში, ფინანსური ენერგია განვიხილოთ. როგორი იქნება როგორი იქნება ჯანმრთელობა ამ ერთი კვირის განმავლობაში. პარტნიორული ურთიერთობების ასპექტებს შევხედოთ, რა გველოდება პარტნიორულ ურთიერთობებში ამ ერთი კვირის განმავლობაში. და გაფრთხილება. გაფრთხილება თუ რას გვაფრთხილებს ტარო, რას უნდა მოვუფრთხილდეთ, გაუფრთხილდეთ, რაიმე ხიფათი ხომ არ არის, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ და ესეც, რა თქმა უნდა, გაფრთხილება, ხო? მას შესადამე მოდი გაფრთხილებას გვერდზე გადავდებ. და პირველი, რასაც განვიხილავთ, ეს არის ჩვენი წამყვანი ძირითადი ენერგია, რომელიც ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს რეალობაში იქნება. ძალიან კარგი. ექვსიანების ხმლები ამოვიდა. რას ნიშნავს, მეგობრებო, ექვსიანების ხმლები? პირველ რიგში, ვისაც გქონდათ გარკვეული რთული პერიოდი, კონფლიქტები, იმედგაცრუებები, მტკინვეული, თქვათ, დიალოგები. თქვენ ამ პროცესებს ამ კვირას უკვე კვირის დასაწყისში დატოვებთ წარსულში. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექვსიანების ხმლები, ხო, გარდა რთული პერიოდის დასრულებისა და უსაფრთხო ნაპირზე გადასვლისა, ხო? ამ კონკრეტულ არკანში ეს არის knowledge, ანუ ცოდნა. თქვენ გადადიხართ მეორე ნაპირზე ძალიან დიდი ცოდნით. ამიტომ მაჩვენებს, რომ პირველ რიგში პრობლემები მიდის დასრულებისკენ და კვირის განმავლობაში თქვენ იგრძნობთ, რომ ამ მიმდინარე ნეგატიური პროცესებიდან, ხო, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერ სფეროში, ჩვენ ახლა ამას არ ვაზუსტებთ, იმიტომ რომ ყველას ინდივიდუალური მდგომარეობა აქვს, ხო, სრულდება და თქვენ ამას აგროვებთ როგორც დიდებულ გამოცდილებას.
რას ნიშნავს გამოცდილება, ხო? არა ის, რომ გაუთავებლად ვბრაზობთ სამყაროზე, სხვა ადამიანებზე და ასე შემდეგ, არამედ ვიღებთ გამოცდილებას, რომ თუ კი ადამიანი ცუდად მომექცა, თუ კი ადამიანმა შემავიწროვა, თუ კი, რა ვიცი, ვიღაცა უპატივცემულოდ მომექცა, ვიღაცამ გული მატკინა და ასე შემდეგ, გაცნობიერებული ადამიანი სვამს კითხვებს. განაის რომ აი ის არის ბოროტი. მე ვარ ასეთი კეთილი და დიდებული და ყველა დამნაშავე ხართ ჩემს წინაშე, ხო? ამას ასე იქცევა ადამიანი, ნარცისი ადამიანი, ეგოცენტრიკი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მთელი სამყარო მისი ვალდებულია და ესე იგი მთელმა სამყარო მის ირგვლივ უნდა იტრიალოს, ხო? რაც რა თქმა უნდა არასოდეს არ აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, რომ ჯანსაღად დაინახოს საკუთარი პრობლემები და სწორად და ადეკვატურად შეაფასოს მოვლენები, ხო? ის ყოველთვის მოძებნის ვიღაცაში დამნაშავეს. ამიტომ თქვენ, ჩემო ძვირფასებო, კვირის წამყვან ენერგიაში გეუბნებიან, რომ ისწავლე ამ გამოცდილებებით, რომელიც შესაძლოა ფრიად არასასიამოვნო იყო, მაგრამ ფაქტი ერთია, სირთულეები სრულდება. ეს არის გადასვლა ახალ ცნობიერების და რეალობის ახალ ეტაპზე. კეთილი, ძალიან კარგი, დასაწყისი მომწონს, ახლა ვნახოთ, როგორი იქნება ფინანსური ენერგია ამ ერთი კვირის განმავლობაში. ნახეთ, მეგობრებო, ეცადეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. არავის არ მისცეთ საშუალება, რომ ზედმეტად შეეხოს თქვენს რესურსს და შესაბამისად არც თქვენ გინდოდეთ სხვისი რამე ზედმეტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტად ვიტყოდი, რომ ეს ერთი კვირა არის ფოკუსირების ენერგია ფინანსებთან დაკავშირებით. სადღაც დაკვირვება და ნაკლებად ვთქვათ ხარჯვა, გასესხება, ან მიღება თვითონ სესხის სახით. როგორ აგიხსნათ, საკმაოდ პასიური ერთი კვირა იქნება ფინანსურად. რჩევა არის ყოველ შემთხვევაში, რომ ესეთი თუ რაღაცა ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი აუცილებელი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, არ იჩქაროთ, ხო? როგორ აგიხსნათ, ეს არის პროცესი, სადაც გაზაფხულს ძალით ვერ მოიყვანთ და მოკლედ ფინანსებს უნდა მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ იმას, რაც გაქვთ. მივხვდით ხომ, შეიძლება ბევრი ხარჯები გქონდათ, ბევრი რაღაცები, ვთქვათ, შეიძინეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ხო, რაღაცნაირად. ახლა საჭიროა, რომ გააჩეროთ, ხვდებით, ხო? გაჩერებაში რას გულისხმობ? მეტად დააკვირდეთ საკუთარ ხარჯებს, უფრო ესე ვიტყოდი, ხო? ასე ვიტყოდი. სხვათა შორის აქ არის ასევე ერთი ისეთი მნიშვნელოვანი გაფრთხილება, რომ ფრთხილად იყავით. შეიძლება იყოს სამკაულის დაკარგვა. შეიძლება იყოს თქვენთვის გარკვეული ძვირფასი ნივთი, ძალიან ფრთხილად იყავით ამ ყველაფერთან, ხო?
თუ კი რაიმე ესეთი ძვირფასი სამკაულები კარგად შეინახეთ სანდო ადგილზე როგორც იტყვენ, იმიტომ რომ არის თითქოს ადამიანები, რომელსაც შეიძლება თვალი ქონდეს, ხა ეს ყოველთვის ესეთი ინფორმაცია ხო? ინდივიდუალურად მოსასმენი, მაგრამ მე საერთო ფონზე ვაშხერებ ამას, იმიტომ რომ ვიღაცისთვის ეს აუცილებლად მნიშვნელოვანი გაფრთხილება იქნება, ხო? და შეხედეთ არავითარ შემთხვევაში არ იჩქაროთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნაჩქარებად ავიღე სესხი, ნაჩქარებად გავასესხე, ვისესხე. არა. დაელოდეთ პროცესს. მით უმეტეს აღარ ვსაუბრობ იმას, რომ სხვის გამო ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ზოგადად ფულის სესხება გასესხებასთან დაკავშირებით ნათქვამი მაქვს, რომ ეს არის ფინანსური ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტოქსიკური პრობლემა და პროგრამა, რომელიც არ აძლევს ფინანსებს ამოსუნთქვის საშუალებას. ეს გახსოვდეთ. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ასესხებს თუ ადამიანი ისესხებს. ორივე არის პრობლემა. ბევრჯერ მithქვამს, ან უარით უშვებთ ადამიანს, ან აძლევთ იმდენს, რამდენსაც ადამიანს აჩუქებდით. ეს არის ყველაზე სწორი. ასე რომ მიაქციეთ ყურადღება ჩემს ნათქვამს. შემდგომ ეს არის პარტნიორული ურთიერთობები, როგორი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში და ეს არის კვერთხების ბაში. თუ ეს არის უკვე არსებული ურთიერთობა, იგრძნობთ გარკვეულ სიახლეს, გრძნობების განახლებას, ერთმანეთით უფრო მეტით დაინტერესებას, ერთმანეთის ინტიმური, სექსუალური სპექტრის კიდევ უფრო მეტად სხვანაირად დანახვას. ხო, აი დაახლოებით ეს იცით როგორ არის, როდესაც ვთქვათ რაღაც ურთიერთობებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეძინა ან გადატვირთული იყო ან ბევრი საქმეები იყო და არ ეცალათ ადამიანებს ერთმანეთისთვის, თითქოს ამ ერთი კვირის განმავლობაში ადამიანები ზუსტად ხელთავიდან გაიცნობენ ერთმანეთს, აღფრთოვანდებიან, გაჩნდება ძალიან ისეთი დიდი ინტერესი, ვთქვათ, თქვენს მიმართ, არა მხოლოდ არსებული პარტნიორებისგან, შეიძლება იგრძნოთ გარემო, ვთქვათ, სამყაროდან, სხვა მამაკაცებიდან, სხვა ქალბატონებიდან, ხო? აი ეს, როდესაც აი გვაქვს ხომ ქალებს პერიოდები, როდესაც ჩვენია ეს ჰიბისკუსური ენერგია მაქსიმალურად გაშლილია, ხო? არა სხვა მამაკაცები, მეგობრებო, გამიჩერდა ვიდეო. ხო, საუბრობდი ჰიბისკუსურ ენერგიებზე, ხო? ჰიბისკუსი ცნობილი ქალური ვნების და სიყვარულის ყვავილია და აი ეს ენერგია როდესაც იღვიძებს ქალში, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში, ქალი ძალიან განსაკუთრებულ ტკბილ ენერგიებს აფრქვევს, ხო? ძალიან მიმზიდველია, ძალიან ლამაზია, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, მენოპაუზას, პაუზამდე, პაუზის შემდეგ. ქალი ასეთ დროს არის განსაკუთრებულად ლამაზი და სურნელოვანი, ხო? ასე რომ აი ეს მომენტი ნამდვილად იქნება ურთიერთობაში, ესეთი, ხო? განახლების ენერგია მოდის და ასხოთ შორის ვისაც არ ყავთ პარტნიორი, შესაძლებელია ასაკით უმცროსი ბატონისგან მიიღოთ რაღაც ესეთი სექსუალური იმპულსები და ინტერესი და რაღაც შთაბეჭდილებების ქვეშ მოხვდეს ადამიანი თქვენი ჩარებისა და თქვენი სილამაზის შემხედვარე, ხო? ყოველ შემთხვევაში ეს არის რაღაცა ესეთი ჭიფთან ან ჭიპისოდ დავქვემოთ დატრიალებული ძალიან ლამაზი სექსუალური და ესეთი ცხელი ენერგიები, რომელიც ნამდვილად ამ ერთი კვირის განმავლობაში ყავთ პარტნიორი, არ ყავთ პარტნიორი, ამას აუცილებლად იგრძნობთ, ხომ? აი ყურადღებას, ენერგიას, რომელიც ინტენსიურად მოდის თქვენსკენ. ჯანმრთელობა ვნახოთ როგორია. ნახეთ. რა გითხრათ ახლა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მე მახსოვს, რომ წინა კვირას ჩვენ მქონდა 10-იანების ხმლები. ახლა გვაქვს 9-იანების ხმლები. დაასვენეთ გონება.
ნუ განიცდით, ნუ ნერვიულობთ. გადაბუგულია თქვენი მენტალური, ფსიქო, ემოციონალური, ასევე მათ შორის ჯანმრთელობა. ხვდებით? ნუ შესაძლოა ეს ასევე გამოიწვია იმ ექვსიანების ხმლების არკანმა, იმ ცვლილებებმა, სირთულებმა, რომელიც გადაიტანეთ და ასევე cruelty მეცხრე არკანი, ცხრების ხმლები, ასევე ნიშნავს სისასტიკეს, ხო? არ ვიცი, შეიძლება ვიღაცისგან არასასიამოვნო რაღაცა სიტყვები მიიღოთ, ვიღაცამ თქვენი პროვოცირება ცადოს და შეგაშინოთ, გაგანერვიულოთ, რაღაცნაირად აგაღელვოთ, ხო? შეეცადოს თქვენი სიმშვიდის დარღვევას მიხვდით, ხო? აი აქ იყავით ყურადღებით. მოდით ნახოთ ეს ცხრიანების ხმლები კონკრეტულად რას ეხება. სხვათა შორის, აი ვისაც არ ყავთ პარტნიორი, აქ ცოტა ფრთხილად იყავით, მე გითხარით, რომ კი ესეთ საინტერესო ენერგიები მოდის თქო, მაგრამ პაჟი ამოვიდა და პაჟი არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ეს რაღაც ესეთი უცაბედი იმპულსური ენერგია, რომელსაც შეიძლება რაღაცა ხანგრძლივი გაგრძელება არ გქონდეს და შეიძლება ზუსტად ადამიანი, ვინმე ვიღაცისთვის კონკრეტულად ყოფილი, რა ვიცი, ვიღაცა ცდილობდეს მანიპულირებას, ხო? ცხრიანების ხმლები რას ეხება კონკრეტულად? მოდით ვნახოთ. მეტლე. ძალიან გეშინიათ ცვლილებების და ეს ჩანს. მაგრამ ცვლილებები გარდაუვალია. და ეს ცვლილებები როგორც იტყვიან კარმული სცენარით მოდის თქვენთან ექვსიანების ხმლებმა ეს აჩვენა და ჩანს რომ აქ არის ეს შიშები შიში მოძრაობის, შიში ვთქვათ ადგილმდებარეობის შეცვლის, შიში წამოსვლის, ბევრი შიში შეიძლება იყოს მიხვდით ხომ და იმაინც გეშინოდეთ არ იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული, მაგრამ თქვენ გეუბნებიან რომ ნურაფერს ნუ გეშინიათ. თქვენ ყველაფერს შეძლებთ, თქვენ ყველაფერს გადალახავთ. ეს ასე უნდა მომხდარიყო. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თქვენ ისევ ერთ და იგივე რაღაც გაუთავებელ სცენარს შეიტრიალებდით და გაფრთხილდება, რას უნდა გაუფრთხილდეთ, რას უნდა მოუფრთხილდეთ? ისევ ხმლები, სამიანების ხმლები. გულის ტკენა შესაძლებელია. ისევ და ისევ ნახეთ, ხმალი, გულის ტკენა, აი ძალიან გავს ეს ყველაფერი ყველაზე ესეთი ახლობელი და ახლოსმდგომი ადამიანებისგან განსაკუთრებით ინტენსიურად წამოსულ იმედგაცრუებას, გულის ტკენას, ტყუილს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, გამიზნულ რაღაცა ბოროტ, პატარა ძალიან ცუდ საქციელს, ხო, აი პატარა ადამიანი რო იკადრებს. ჩანს ეს გეუბნებიან რომ გაუფრთხილდით გულს, სხვათა შორის ეს არის გაფრთხილება, იმიტომ რომ თქვენს გულს ნამდვილად სჭირდება ახლა განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. თუ გული გჭვალავთ, რაღაცა მომენტალურ რაღაც ჩხვლეტას ტკივილს განიცდით, იცოდეთ რომ ეს ფსიქოსომატიური აბსოლუტურად და მოკლედ რაიმე დამამშვიდებელი აქვე, რა თქმა უნდა, რჩევაში აუცილებლად, ხო? შავბალახა კარგია ძალიან. შავბალახა სწრეთები მიიღეთ, დაიმშვიდეთ გული და არავის და არაფერს არ მისცეთ საშუალება, რომ თქვენით იპროვოციროს და იმანიპულიროს და საერთოდ დააკვირდით რა ადამიანები როგორ გექცევიან. რას ემსახურება მათი ქმედება ხა. უნდა მიხვდეთ რომ ადამიანი თუ გამიზნულად, იმიტომ რომ ცით რა არის შემთხვევითობა კიდე შეიძლება რომ აი ადამიანმა რაღაცა ერთხელ, მაგრამ თუმცა ესეც ძალიან დიდი წითელი დროშაა და გაფრთხილება, მაგრამ ორჯერ, სამჯერ და 10ჯერ ეს უკვე არ არის შემთხვევითობა. ეს არის უკვე ვიღაცამ შეგაჩვიათ საკუთარი ნეგატივი და ისევ და ისევ საკუთარ თავს აჯერებთ რომ რაღაცები შეიცვლება და ასე შემდეგ. ხო, ეს არის ინფანტილიზმი, ხო? თქვენ კი რამდენ შანსებსაც აძლევთ თქვათ ადამიანებს ურთიერთობებში, ისინი ფიქრობენ რომ თქვენ უბრალოდ, რა ვიცი, სულელი, შტერი ადამიანი ხართ, უკაცრავად ჩემ ფრანგულისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში თქვენ შანსს აძლევთ, თქვენ დიდ გულს და სულს და დიდ იმას აჩვენებთ, ხო, მაგრამ ისინი გთვლიან იდიოტებად საბოლოო ჯამში და რა ვიცი, აბა, იფიქრეთ ჩემს სიტყვებზე. გაუთავებელი შანსების მიცემა არ ცვლის ადამიანებს პირიქით, უფრო და უფრო მეტად ამორალურს, საძაგელს და
საკუთარ ძალებში დარწმუნებულ ასე ვთქვათ ადამიანს ხდის მისგან, რომელიც ფიქრობს, რომ ის ამას იმსახურებს, იმიტომ რომ თვითონ არის ძალიან მაგარი და არა იმიტომ რომ ვიღაცა მას სიყვარულის პრიზმით უყურებს და ზრუნვის პრიზმით უყურებს და ერთგულების პრიზმით უყურებს, ხვდებით ხო? და აი ამას სჭირდება დაფასება, მაგრამ მე ბევრჯერ მithქვამს ნარცისი ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელსაც ემპათია არ გააჩნია, ხვდებით ხო? და ზუსტად იგივე იარაღებით ყოველთვის შეგებრძოლებათ, თქვენ დაგიძახებთ ცუდ ადამიანს, თქვენ დაგიძახებთ манипуляტორს, თქვენ დაგიძახებთ ბოროტს, უსამართლოს, როგორც ხდება, ეს არის კლასიკაში, ხო, როგორც იტყვიან. ხო, და ამ დროს აბსოლუტურად ხაზავს ადამიანი ყველა თქვენს დადებით, კარგ და მისთვის მიძღვნილ ერთგულებას, სიყვარულს და კიდევ ძალიან ბევრი ისეთ რამეს, რასაც ჩვენ ქალები ძირითადად ვიმეტებთ ასეთი ადამიანებისთვის და მერე ისინი თვლიან, რომ მოკლედ ვალდებულები არიან მიიღონ ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასეთი სამყაროს ჭიპები არიან. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო. დღევანდელი კი არა და ერთი კვირის არკანის ენერგია გულებს გაუფრთხილდით, იმიტომ რომ შესაძლებელია ისო მორიგი იმედგაცრუება, ამიტომ თუ კი უკვე გადადგით ნაბიჯები ცვლილებების მიმართულებით, უკან აღარ მოიხედოთ. უკან აღარ მოიხედოთ, როგორც ზღაპარწი ქარაშია, იარეთ წინ, იყურეთ წინ და წარსულს დაარქვით წარსული. ხო? ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით.